მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. მორიგი ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს ხდომა დახურულ კარს მიღმა. ამჯერად ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით, თუმცა დასწრების საშუალება არ მოგვეცა. ვცლად გთავაზობთ სიუჟეტს. უკვე მეორე წელია ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. მუნიციპალური ორგანოს ხდომის შესახებ მედიას არატყობინებს და არც ოფიციალურად აანონსებს. მიუხედავად მიდგომისა, სამცხე-ჯავახეთის მედიების ნაწილმა ხდომის შესახებ ინფორმაცია მაინც გავარკვიეთ. ჩვენი ცნობით, დღეს ხდომა 13 საათზე უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, ჩვენ და სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტები ამ დროისთვის უკვე ადგილზე ვიმყოფებოდით. თუმცა დაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხდომა 12 საათზე დაიწყო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დავალებით მასზე არ შეგვიშვეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნულს უარყოფენ. მოდით, ერთად მივიდეთ და ვკითხოთ. რატომ არ შეუშვეს მედიას ხდომაზე, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც გასულ წლებში განსხვავებული პრაქტიკა იყო. კითხვა ახალციხის მერს ირაკლი ლაზარაშვილს საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ დავუსვით. მისი თქმით, არ აქვს ვალდებულება ყველა სამუშაო შეხვედრის შესახებ მედიას შეატყობინოს. დამატებითი კითხვების თავიდან არიდების მიზნით ლაზარაშვილი ადმინისტრაციული შენობის გვერდით არსებულ ყოფილ საბავშვო ბაღის ეზოში შევიდა. რომ გითხრათ, რატომ არ გაგვაგებინეთ და რატომ არ შემოგვიშვეს ხდომაზე? სამუშაო შეხვედრა მქონდა და ახლა ვალდებული არ ვარ ყველა შეხვედრაზე. რა საკითხები განიხილეს საბჭოს ხდომაზე და როგორია წევრების დამოკიდებულება შეხვედრაზე მედიის არ დაშვების შესახებ? ჩვენ ეს კითხვა საბჭოს წევრების ნაწილს დავუსვით. პრესცენტრს თქვენ გყავთ პრესცენტრი? ჩვენ არა გამგეობას. მედია არ შეგვიშვეს ჩვენ შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ განმავლობაში ჩვენ ვაშუქებდით პროცესს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად ხედავთ თუ არა პრობლემას, რომ მედიაც არ აქვს შესაძლებლობა საჯაროს ხდომა გააშუქოს? და თქვენ იმას ფიქრობთ, რომ ამაზე მე უნდა ვიფიქრო? თქვენ როგორც მრჩეველი რას ურჩევდით მერს? მერს კი არა, თქვენ რას გირჩევდით? კაი, ჩვენ რას გვირჩევდით? ხო და ამიტომ ეს თქვენ და მერიამ უნდა გაარკვიოთ. ეს არ არის მრჩეველთა საბჭოს პრეროგატივა. მე ვალდებული არა ვარ თქვენ პოზიცია გაგიზიაროთ. მე როგორც მრჩეველი, როდესაც ამ საკითხზე იქნება საუბარი, აუცილებლად დავაფიქსირებ თქვენს ჩემს პოზიციას. როგორც მრჩეველი, მე თქვენს გირჩევთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, ორმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბოთ. თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მერის ხდომების საჯაროობის შესახებ კანონში ხაზგასმით მითითებული არ არის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი საქმიანობა უნდა ემყარებოდეს საჯაროობასა და გამჭვირვალობას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამცხე-ჯავახეთის ოფისის კოორდინატორი თამუნა უჩიძე ბოლო წლებში გაუარესებულ მედია გარემოზეც აკეთებს აქცენტს. პირდაპირ კანონში ჩანაწერი ამის შესახებ მართალია არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საბჭო ეს არის კოლეგიური ორგანო, მისი საქმიანობა აუცილებლად უნდა ემყარებოდეს საჯაროობას, გამჭვირვალობას და მეტიც კარგი პრაქტიკისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მაგალითად სამოქალაქო საბჭოს ხდომებს სოციალური ქსელების საშუალებით ლაივში გაუშვებდნენ და ეს ხელს შეუწყობდა მოქალაქეების მეტ ჩართულობას. მედიის მიმართ დამოკიდებულების გაუარესება გასაკვირი არ არის. იმ ფონზე, რასაც ვუყურებთ, თუნდაც ქუჩაში როგორ უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს, აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი გასაკვირი არ არის. ამ ხელისუფლების პირობებში მოლოდინი მხოლოდ იმის მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს, ვიდრე რაიმე გაუმჯობესდეს. ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო თავდაპირველად 27 წევრისგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გამჭვირვალობის მოტივით რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა, საბჭო აქტივისტებმა ჯაბა ნათენაძემ და ალექსანდრე ლომსაძემ და მესხეთის თეატრის მსახიობმა მანუჩარ გოგოლაურმა დატოვეს. როგორც საბჭოს წევრების ხდომიდან გამოსვლის შემდეგ გვეუბნებიან, საუბრები ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხო.
პროევროპული საპროტესტო აქციის 71 დღე ახალციხეში. მოქალაქეები ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ უკვე ორ თვეზე მეტია იკრიბებიან. ზია მაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-წერტილი და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.